კედეთა მიმწყდეული ქართული ოცნება, რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიულები ხდებიან, მაგრამ მათთვის ამაოდ შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკურ მარცხისგან. ეს არის გამორიცხული. ქართული ოცნება, როგორც რეჟიმი, არის უკვე დამარცხებული. ქართული ოცნება, როგორც მოძალადე ერთობა, არის უკვე დამარცხებული. დიახ, თითოეული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ასე შემდეგ, რასაც იყენებს ეს ხელისუფლება და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ თამაშობ, ძვირფასო მეგობრებო. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ვარ გულანთებული და ვარ ალადი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა. ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც კანონიერი ქურდი. ამ ქვეყანას არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჭავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ ბრძოლაში ვარ მე ათობით და ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ბრძოლაში გულანთებულები ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ შანსი იმისა, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ვერასოდეს ვერც ბავშვობაში, ვერც ახალგაზრდობაში, ვერც ახლა და ვერც შემდეგ ვერასოდეს ვერაული და ვერ ჩაული გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და ჭარბ ადამიანებზე. და აი ამის შემდეგ გამოდიან და ურცხვად საუბრობენ, რომ თითქოს მსხვერპლი არის საკუთარი თავისთვის მიმყენებელი და დამაზიანებელი საკუთარი ჯანმრთელობისა. ვერასოდეს ვერ შევეგუები, ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები, რაც არ უნდა კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ხავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს ვერ შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან. დღემდე მე ხშირად მოგიწოდებდით, ვთხოვდით, რომ მოსულიყავით რეფერენდუმზე. მიგიღოთ მონაწილეობა უნიშნულოვანეს კეჭისყრაში, სადაც უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს ბედი, მაგრამ დღეს მე როგორც არასოდეს დავწმუნდი, რომ ყველანი ერთად, ერთმუშტად შევიკრებით და მივვალთ და დავამარცხებთ უტიფრობას, დავამარცხებთ მოძალადეებს. ნებისმიერ თქვენგანმა ძალიან გთხოვთ, ერთი წამით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ერთ ულამაზეს სოფელში, განთიადში, სადაც მშვიდობიან საარჩევნო კამპანიისთვის, შეხვედრისთვის ემზადებით და 30 ზონდერი გესხეთ თავს და დანებითა და ხანჯლებით გისწორდებიან და ამის შემდეგ გეუბნებიან, რომ შენ ახარ დამნაშავე. ერთი წამით წარმოიდგინეთ ღმერთისგან გადარჩენილი იმ ორი ადამიანის ადგილზე საკუთარი თავი. როდესაც 24 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდა იმაზე საუბრობს, რომ თავად მოაწყეს ეს პროვოკაცია. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ არც ერთ დღეს, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით შევეგუო უსამართლობას. მე პირველივე დღიდანვე მახსოვს 2014 წელს, რატომ ჩავერთვე პოლიტიკურ პროცესში და რა იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არ არის რომ ვუყურო მოძალადეებს როგორ ბოგინობენ. ჩემი მიზანი არის, რომ ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას. ეს ადამიანები პირველ რიგში წყეობისგან გავათავისუფლო ბიზინა ივანიშვილისა. ვერ წარმომიდგენია, რომ ქართული ოცნების რიგებშიც კი მოსწონდეთ, რასაც აკეთებს ქართული ოცნების სამსახურში ჩამდგარი სუსი და სუსის თანამშრომლები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქართული ოცნების რიგებში ჩამდგარ ადამიანებსაც კი მოსწონდეთ, როდესაც იციან, რომ ყველას ბავშვს, მოზრდილს, სასულიერო პირს, დიპლომატს უსმენენ და ქართული ოცნების პასუხი არის უტიფრობა და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ხდება. მე მგონი დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება. დავინახეთ ის ადამიანები, ვიზეს დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება, ზონდერებზე დგას. და ვერცად მართალ ადამიანს თქვენი ვერც ზონდერებით და ვერც კრიმინალებით ვერასოდეს ხელს ვერ აღებიერთ მართალი საქმისგან. და რატომ იცით?
რატომ? იმიტომ რომ ვართ მართლები და მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით. სიმართლეა ჩვენს ხარეს, ხახო. პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომლებიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისა. და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება. არ ვაპირებ თედრის მოხრას, არ ვაპირებთ უგანდახევას, ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და 2 ოქტომბრის შემდეგ დიახაც, ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა. მაგრამ როდესაც შენ გიპირისპირდება კრიმინალი და როდესაც შენ გიპირისპირდება შენ როგორც მშვიდობიან რიგით პატიოსან მოქალაქეს მოძალადე, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსი არის, თუ ლიდერობაზე აქვს ვინმეს პრეტენზია, დიახაც უნდა დადგეს მათ სადარაჯოზე. იმიტომ რომ მე სული მეწვის, როდესაც ვიცი, რომ დმანიში დაუსწორდე ფიზიკურად 20-მდე ადამიანს და არც ერთი მათგანი დასჯილი არ არის. მხოლოდ წენეხის შემდეგ ერთი ადამიანი საჩვენებად დასაჯეს, ვინც ხანჯალი გაარჩო კისერში ადამიანს. მშვიდობიან მოქალაქეს, მაგრამ სხვა დანარჩენი 20 ზონდერი თითქოს არ არსებობდა. პასუხისმგებელი ვარ მე იმ ადამიანზე, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაკენდეს გუშინ წინ რუსთავში. და რასაც შადიან ეს ადამიანები ხელისუფლების სახით მოვლენილი ამ ქვეყანაში მოქალაქეების მიმართ. ამიტომ ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს. ყველა უბანზე დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებას და საქართველოს ქართველი ადამიანი ერი მისი ამაყი და პატიოსანი იზეინებს, გამარჯვებას იზეინებს მოძალადეებზე. ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს და 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია. ჩვენ ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს. დიდი მადლობა და გამხნევდით, ხახდო, ვერც ერთი მოძალადე, ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან. ეს არის 2x2 4, გამაგდით, გაუძელით, ვერც ერთი მოკნეული ხანჯალი და ვერც ერთი მოკნეული დანა ამ სახელმწიფოს არსებობას ვერ შეაწყვეტინებს. დიდი მადლობა.